ლესბოსელი რასაც ნიშნავს, ყველამ ძალიან კარგად იცით და თუ ძალიან კარგად არ იცით, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ქალი ან გოგო. და ამ გენდერული თემის ირგვლივ, რომელიც დღეს მსოფლიოში ძალიან წინ წამოწეულია, ძალიან ბევრი კონტროვერსია ტრიალებს, ანუ მრავალი სხვადასხვა აზრი არსებობს და ზოგადად ძალიან სკანდალური თემატიკაა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, საიდან წამოვიდა ეს ტერმინი ლესბოსელი და უფრო ცოტამ თუ იცის, რომ ეს ტერმინი დაკავშირებულია პოეტ საფოსთან, რომელიც გახლდათ ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-7 საუკუნის ბერძენი ქალი პოეტი ლესბოსიდან. ლესბოსი იყო გეოგრაფიული ტერიტორია კუნძული საბერძნეთში და ეს ქალი იყო ლირიკოსი პოეტი, იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლირიკოსი პოეტი, მას სხვანაირად უწოდებდნენ კიდევაც მეათე მუზას, ანუ სულ 9 მუზა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და მას უწოდებდნენ მეათე მუზას ან პოეტესას, ასე ვთქვათ. და პოპულარული ვერსიით ის იყო ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე. მას ეკუთვნის ძალიან ბევრი ნაშრომი, თუმცა ჩვენამდე ამ ძალიან ბევრ ნაშრომს სამწუხაროდ არ მოუღწევია. გვაქვს მხოლოდ ნაწილ-ნაწილ შემორჩენილი და ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ დასრულებული ვერსიით არის შემორჩენილი, არის ოდა აფროდიტეს. თუმცა მასზე დავობენ, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლირიკოსი პოეტი. შენ კი გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და დამიკომენტარე თუ რომელ პოეტზე გაინტერესებს მეტი ინფორმაცია და მე ამ ვიდეოს ჩავწერ. და რა თქმა უნდა გახსოვდეს, პოეზია უპირველეს ყოვლისა.